კიდევ ერთი ასეთი კანონი მაქვს, გადაუდებლობის კანონი. არის რაღაცები, რისი გადადებაც ხვალ არ შეიძლება. თუ გადადებ, არ ივარგებს ესა. ხო, რაღაცა დაგრჩება გულში. უსიამოვნო, ტკივილი დაგრჩება გულში. საიდან გამიჩნდა ეს კანონი? აი საიდან გამიჩნდა? მე იმერელი მეუღლე მყავდა. ვალერია ნიორაძე, ლერა ნიორაძე. მის ნათლების სახელი არის ლელა. როცა ჩვენ შევუღლდით და სხვა შეუღლებაც რაღაცა უცნაურად მოხდა. მოხდა ისე რომ მე მუშაობდი პედაგოგის მეცნიერებათა ინსტიტუტში, აი ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც კოსტავა ცხოვრობდა, ზუსტად კოსტავა იმ ეზოში იყო და იქიდან ვიცოდი კოსტავა პატარა ბავშვობიდან, ხშირად დამოდიოდა ხოლმე ჩემთანაც წიგნის დაუბეჭდა და მე ერთი პატარა წიგნი მას თარგმანების თეორიაზე და ეს არის ჯავახიშვილის პირველი პედაგოგის მეცნიერებათა ინსტიტუტი, რუსთაველის ძეგლის უკან. ამაღლებული ადგილია და ეხლა ეს შენობა პება თითქოს აღარაფერი აღარ არის იქ. ამ ინსტიტუტის დირექტორი ცნობილი კაცი იყო, გივი ნიორაძე. ერთხელ ეს ჩემთან მოვიწვიე ყაზახელი სკოლის დირექტორის ჩამოგვივიდა, იმას უმასპინძლა და როცა ის მიდიოდა, დედაჩემმა სადელი მოაწოდა, დირექტორიც მოვიწვიე სახლში. ეს იყო რომელი წელი? ეს იყო 1962 წელი. როცა ესენი წავიდნენ, დედაჩემ მითხრა, შვილო, რა კაი დირექტორი ყოლია შენო. კი, დედა მეუთხარ, ძალიან კაი კაცია. ცნობილი, ასეთი, გამოიარა ომი, დაჭრილი მრავალჯერ, რთული ჭრილობებით, ხომ, საოცარი ორდენები, სუვოროვის ორდენი, ახლა ბევრს აქვს სუვოროვის ორდენი. ეს რაღაცა განსაკუთრებული საქმისთვის ეძდებოდა და კიდევ სხვა ასეთი. კი მეთქი ასეთი კაცია. შვილო, ერთი გაიკითხე მაგას, გოგო ხوار ახავსო. მე ვთქვი, დედა, რას მეუბნები ახლა, შენ რა გინდა, მე ამ ჩემი დირექტორის ქალიშვილი შევირთო, იმიტომ რომ იმან მე უმამო კაცს რაღაცა ხელი შემიწყოს და ესეთ რაღაცას ვერ ვიტანდი, მე მივიდა და ჩემით გამეკვეთა ყველა გზა. მაინცო გაიკითხო და ისე ჩამაჯინდა რომ ჩხუბი მოგვივიდა, გამოაჯახუნდა კარები და დავდივარ რუსთაველის პროსპექტზე 10 ჯერ ავიარეთ ჩამოვიარე და რო გახდა 2 საათი მივედი სახლში. შინ. ამის გამო რამდენიმე დღე უბრად ვიყავით ერთმანეთთან. მე რა თქმა უნდა შეურიგდით. მაგრამ მოხდა უბედურება რომ იმ წელს ეს კაცი დაიღუპა. აპენდიციტი გაუჩნდა და ვერ მოასწრეს ოპერაცია პერიტონის ძახიან ხომ და დაიღუპა ეს კაცი. ომი გამოიარა და თქვა რომ პარასკევი დღე იყო შაბათ კვირამდე მოვითმე და ორ შაბათს წავა საავტობუსში და ვერ მოითმდა. უпроსტად ავადმყოფობამ არ მოითმდა. აი იმის შემდეგ ჩემს კაბინეტში ვზივარ, მე სწავლული მდივანი ვარ და შემოდის ერთი გოგო შაევში ჩაცმული. შევხედე თუ არა? მე ვთქვი, ვაუ, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ. არადა, ყოველ საღამოს რუსპასპორტზე ავივლი, ჩავილი, ხან ერთ გოგოს, ყველა ჩემი საცოლე მგონია. ყველა. ხანდახან ავეკიდებოდი ვიღაცას, მე მოგობრე, მე აბა გამომყეცოლ და ქართველი გოგოები ცოტა პეიტერები არიან, იცით, ერთხელ როეტყვი გამომყევიო, კი არ გეტყვის, ხო. ერთი 7 ჯერ უნდა უთხრა, არა და უნდა. მე ჩემი ჭკვის კაცი ვარ, გასო, აი მეც ეგეთი ბიჭი ვარ, აგერ სწავლული მდივანი ვარ, აგერ რაღაცა, არ გინდა, არც მე მინდა მაშინ. და ასე მთავრდებოდა ბევრი ასეთი შემთხვევა. აი გო შემოვიდა შავგროვანი გოგო და შავებში ჩაცმული. მე ვთქვი, ხლა კარები უცბად ჩავკეტო, ყვირილი ატეხო შეიძლება. არადა, როგორ ქნა? გავდომაწოდა პაპკა და გავხსნე და ვაიმე ვკითხულობ. ვალერია გივისასული ნიორაძე. ესე იგი, სწორედ ჩემი დირექტორის ქალიშვილი მე მომადგა თავის ფეხით აგერ კაბინეტში. მეგობრებმა სამინისტროში იყო უშანგი ობოლაძე და სხვები გაუკეთეს ის რომ ეს ვალერია ნიორაძე რომელიც 71 სკოლის მასწავლებელი იყო მეცნიერ მუშაკად დაენიშნათ ჩვენთან.
გამოუყვეს შტატი რო იტყვიან ხოლმე, ხო? და მე უნდა ბრძანება გამეფორმებინა. რა თქმა უნდა ბრძანება გავაფორმე, მაგრამ იმის მერე ამ გოგოს თვალი დავადგე. ახლა ჯერ მამამ გარდაეცვალა, სულ რამდენიმე თვე არის. ამა გარდაეცვალა. 4 თუ მე-5 თვე არის და უცბად ეგეთი რამები არა და როგორც მამალი რო აი დედას უკურკურებს რა გარშემო და ეძახის აი ესე უკურკურებით გარშემო რო რამე არ მოხდეს. ყურადებით რას და ეს თავშეკავებული ძალიან, იმიტომ რომ ჯერდი გლოვაში იყო კიდე. მე გამოუჟღამდი და აუტყდი. აუტყდი ისე კი აი მეზობლის ქათალმა მეზობლის ზედან რო გადაიყვანაო, ხო? ასე შევაცდინებეც. და დავითანხმე. წელიწადს არ გასულა, მამის გარდაცვალებიდან და მარტის თვეში ჩვენ შევუვლით. მოკლედ, მე მინდა გეუბნებოდ გადაუდებლობის კანონის შესახებ. აი რაშია გადაუდებლობა? ჩვენ დიდი ცხოვრება გავიარეთ. 50 წელიწადი თითქმის 3 თვე დაგვაკლდა, რომ გვეზეიმა ბუშეთში 50 წლის თავი. და 2012 წელს ზაფხულში უცბად შენიშნა რაღაცა ცუდი ემართება. და გამომიტლა საერთოდ არ უყვარდა მამამისისავით რაიმეზე ჩივდი რომ ტკივა და მაწვევს რაღაცა და ეს არ უყვარდა და არც ექიმებთან წასვლა მე კი მარბენინებდა თუ რამე იქნებოდა ექიმთან სურდო რომ მქონოდა ექიმთან წამიყვანდა მაგრამ თვითონ არასოდეს არ ვიცი რატომ ვერ ამოიცანი მე ეს და აიო თქვა რაღაცა მუცელიო მებერებოდა არ ვიციო ეს იყო 12 წელი იმ წელიწადს ზაფხულში ძალიან დიდი სიტყვა მოვიდა კახეთში და ისე რომ დილით რო გავიხსნით და გავიხედეთ ყველაფერი გადადგურებული იყო და ჩვენი დიდი კაკლის ხეებზე ერთი ფოთოლის არება ვარდები ქონდა სულ ყველაფერი და სიტყვა იდო რაღაცა 15 სანტიმეტრ თუ მეტზე სიმაღლეზე ხო ძალიან დამწუხრდა ამის გამო რასაც ჩვენი ხელით ვაკეთებდით განადგურდა სულ არა და გვიყვარდა ეს ხეც ეს ფოთოლის ეს ვარდები ელაქუცებოდა სულ ვარდებს აღარაფერი და დამწუხრებულდა ალბათ იმან გამიჩნდა რაღაცა აი რაც მოხდა იმან წავიდეთ მეთქი ექიმთან შორს დაიჭერა არაო ნუ არაფერი გამოვიდა მაგრამ მე ჩვენ მაშინ მოსკოვში მუშაობდით იმიტომ რომ აქ რაღაცა დრო იყო და აღარ დაგვეყენებოდა გამიგეთ ვიღაცას არ მოეწონა ჩვენი ცხოვრება ჩვენი პედაგოგიკა და წავედით აქედან ხო და რო ბრუნდებოდით აქ ჩემი პატას მეუღლის დედას ყავდა იქ ერთი პროფესორი კაცი სწორედაც უდიდეს საავადმყოფოში გაუყოფილების გამგე ახალაძე ჩავედით მასთან და მიუყვანე ახლა მეუღლე და იმამ თქვა წყალიაო მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის წყალი მაგრამ აბა წავიდეთ სხვა ექიმთანო წავედით სხვა ექიმთან იმანაც რაღაცა უთხრა მას და ჩემ ქალიშვილს რაღაცა აუხსნეს თვითონ ვალერემ ეს არ იცოდა წყალი რა არის მეთქი წყალი ვკითხა ცუდი ამბავი ეგო თქვა ცუდი ამბავიო და გავგზავნეს ონკოლოგიაში მაგრამ იქ აღმოჩნდა ჟორდანიას აი გეგონება იქნება გახსოვთ აქ ინსტიტუტი იყო ქალის ინსტიტუტი ჟორდანიამ დააარსა და იმის შვილი იქ პროფესორი განთქმული ონკოლოგი არის და დიდი განყოფილების გამგეც უზარმაზარ საავადმყოფოში და იმასთან მივედით მასთან და როცა თავის კაბინეტში მიიღო ვალერია უბნება რომ ვიდრე თქვენ გამჩინჯავთო თქვენს მამაზე მინდა გითხრათო და რა უნდა მითხრა ჩემს მამაზე უთხრა იმან მამა ჩემს აი ის რომ მამა თქვენზე რომ ლექსიაო იმ ლექს მე ბავშვებს ვასწავლი და ბავშვები ტირიანო ეგ ლექსი მე ზეპირად ვიციო მართლაც ვოზნესენსკის ლექსი არის ჟორდანიას გმირობაზე და გმირობა იმაში იყო რომ ჟორდანია არგენტინაში იყო რაღაც კონგრესზე უკან ბრუნდებოდა თვითფრინავი წყალი ცეცხლი გაუჩნდა და იქ იყო პატარა ბავშვი 5 თუ 6 წლის რომელიც უმშობლებოდ მოდიოდა ვიღაცა შააბარეს და მოხავდა და ბილეთი რა კი არ აქვს არც
ჟილეტი ქონდა თავდაცვისა. ამან გაიხადა ჟილეტი და ჩააცვა ამბობს და ხელით აკრა, რომ გადავარდნილიყო ამ თვითმფრინავზე წყალში ჩავარდა ის. ბევრი გადარჩა. ჟორდანი თვითონ დაიღუპა. ჟილეტი არ ქონდა და ეს ცნობილი ისტორია არის საერთოდ. და ამას მიუძღვნა ლექსი და ჩემი მეუღლე ბავშვებს უკითხავდა ამ ლექსს და ბავშვები იცრნებოდნენ, როცა აი ამას ყველაფერს. მე ეგ ლექსი ვიციო, კაცო, შვილმა უთხრა ჟორდანია ვალერიას, არა, ჩემგან მოისმინა და წაუკითხე ეს ლექსი. მოკლედ, რაც არ ვეცადეთ, არაფერი გამოვიდა. არ თერაპიამ, არაფერმა არ უშველა. ბოლოს სახლში წევს გადმოიყვანეთ სახლში და იცის რომ მიდის ცხოვრებიდან. მიდის უკვე. არ ვეუბნებით ერთმანეთს, მაგრამ მოკებულად ის მაინც მეუბნება მართალი მითხარ, მე ხო ვიცი რა ხდება და სხვამგვარ და ერთხელ ასე ბოლო დღეები იყო და თავის არის ჩაფიქრებული და უცბად ამბობს ლიკონი ასე მეძახდა მე ძალიან მიყვარხარ. აი ხლა ისე ჩამრჩა ეს ქალი მიდის და ეს მითხრა. იშვიათად მე კი ბევრს ვეუბნებოდი მიყვარხარ, მაგრამ იმას ამისი თქმა არ უყვარდა რა და უყვარდა, მაგრამ თქმა არ უყვარდა ხოლმე. ამის ძალიან მიყვარხარ. მოკლედ წავიდა ცხოვრებიდან და გავაცილე. ამაზე ერთი ჩემი წიგნი უსასრულობაში გაცილება. ხო, აი ეს არის ხო. რეკლამას კი არ უკეთებ ჩემო ძირფასებო, არ მინდა რეკლამა გაუკეთო ჩემს წიგნებს. წავიდა ცხოვრებიდან და დავფიქრდი მე რა ცხოვრება გქონდა ჩვენ. და გამახსენდა რომ აი იქ რომ მე გავებუტე. იქ რაღაცაზე წავეკინკლეთ. იქ რაღაცა და ეს დღეები რომ ხან ერთმანეთთან უბრად ვიყავით, საწოლში ზურგებით უწებოდ და სხვამგრე, ეს დღეები რომ დავაჯგუფე. ისეთი ნაღველი მომერია. დაარდით, კივილი გულისებჭო, რატო იყო ეს ყველაფერი? რისთვის ზოგიერთი გავიხსენე მიზეზს და დღვნად არ აღირსო, რო იტყვიან ხო ჩიტი დღვნად არ აღირსო. არ აღირდა გაბუტვად ის მიზეზი, რის გამოც ამაში გადავდიოდით. აბა თქვენ ურთიერთობაზე გადახედეთ, გამიგეთ, ხანდახან თუ ინდეს გაქვთ ასეთი რაღაც ოჯახში, დღვნად არ აღირს. რაღაცაზე უბრალოდ წავიკინკლავეთ, ავაგეთ და დიდი გახდა. და გავებუტეთ, იმიტომ რომ ამ კინკლაობაში ისაც ვაკადრეთ ერთმანეთს, რაც არ უნდა გვეკადრებინა. ხო? და დაირღვა ჩვენი სიყვარული. როცა გაბუტული ხარ, სიყვარული თითქოს და აღარ გახსენდება. თორე სიყვარულმა უნდა საქმეები გაკეთებინოს, უნდა მოეხვიო, უნდა აკოცო, ჩაიხუტო და რაღაც უნდა გააკეთო, ხო? ამას აღარ აკეთებ. და რო დავაჯგუფე აი ეს დღეები და გავიხსენე ეს 40 წლის რაც კი გამახსენდა და რაც არ გამახსენდა, გულზე შემომაყარა. ქალი წამივიდა ხელიდან და ამდენი დღე, როცა შეგვიძლია ბედნიერები ყოფილიყავით, მე იმას სიხარული არ მივანიჭე. არა და ვიხოცებოდი, ოღონდ გამომყევი და ბედნიერს გაგხდი. ასე არ უთხარი შენს მეუღლეს? არ ეტყვია მას? ნუ, მეუღლეებო, მამებო, ქვრებო. ეს არ გეთქვია თქვენი მეუღლეებს, რომ გამომყევიდან და იყავით ჩემს გვერდ და ბედნიერს გაგხდიო, რაღა კაცები ვართ ჩვენ. ხო? თუ წაიყვანე ქალი, იმიტომ რომ ბედნიერ უნდა გახადო. შენც უნდა გაბედნიერდე, რა თქმა უნდა, იმას რომ ბედნიერს გახდი, შენ რა უბედური გახდები ამითი? სხვას რომ აბედნიერებ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენი. მაგრამ მე რო დავარღვიე ეს იქ და ბევრგან დავარღვიე თანაც. ხო? ან ჩემი სიჯიუტით, ან რაღაცა, რა ვიცი. წიკამაკო რაღაცა, და დღემდე აი ეს ტკივილი არ მასვენებს. აი გავიდა 12 წლიდან უკვე რომ 12 წელიწადია უკვე აღარ არის ის. ხო? გავიდა და ხან წერისავ წერ ცაში, რომ ჩემო ვალერ, ჩემო ფიკა, ჩემო ლელა, შენჭრიმე, ის რო იყო, ის რო რასაც გავიხსენებ ხოლმე წერა, ნუ მაპატია რა, მაგ ცაში ხო ხედავ ყველაფერს როგორ წვალობ, მაპატია ეს ყველაფერი. მაპატია. რად გიყვებით ხლა ჩემს ამ განცდებს? ყველაფერი შეიძლება გადადო სახვალიოდ, სამემრისოდ. რაღაცა გინდა იყიდო, გადადე, თუ კი არ შეგიძლია დღეს გადადე ხვალე, ხო? სადაც უნდა წახვიდე, ნუ გადადე ხვალე. გეჩქარება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალე. ყველაფერი.
არაფერი არ არის გადაუდებელი გარდა სიყვარულისა. არ შეიძლება ეს გადავდო შემო ძვირფასება. სიყვარული გიყვარს, როდის უნდა გიყვარდეს ხვალე? გუში რო გიყვარდეს შავთვალოთ სიყვარულში, სიყვარულმა მხოლოდ აწყო იცის. აი ეხლა იცის სიყვარულმა, აი ეხლა მიყვარხარ, ეხლა ხვალე რა მოხდება ვნახოთ, ეხლა ხო მიყვარხარ მე, გადადება ამისი არ შეიძლება. ამიტომ წიგ პატარა კინკლაობა სახლში, იმის გარდა რომ ასე თქვა და ასე არ შემოხედა და სხვა ამგვარი, ეს არ გვამშვენებს ჩვენ, არ გვამშვენებს. არც უნდა მივაქციოთ ამას ხორება. ერთ-ერთმა მაინც აიცოლი და ქმარი. ხო? ერთმა და მაინც დაუთმოს მეორესო, კარგი, ჩემო საყვარელი, ეგრე იყოს როგორც შენ გინდა. ბოლოს და ბოლოს წარ ჩამოიქცევა, დედამიწა არ გადატრიალდება იმის გამო, რომ ასე ვიზამთ თუ ისე ვიზამთ, ამაც ვარს ვიყიდით თუ იმაც ვარს ვიყიდით, იქ წავალთ თუ არ წავალთ, იყოს როგორც შენ გინდა. ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი. ვინც არ დაუთმობს, უგუნურია. ასე რომ მოასწარით ერთმან შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოხდეს. ცხოვრება ასე აწყობილი, რომ ორში ერთ-ერთი პირველი მიდის. ან ცოლი წავა პირველი, ან ქმარი წავა, თქვენ ბედნიერება და დიდხანს სიკეთე და სიცოცხლე შემოჯერფასება, მაგრამ ერთ-ერთი წავა და გულში ჩემსავით რო არ დაგჭეთ ეს ტკივილები. გამიგეთ? ხო დავპირდი რომ ბედნიერი უნდა გამეხადა. მაგრამ იქ რო არ იყო ბედნიერი. ამას ეხლა რითიღა უშველო? რა ვქნა? მონანიება მეყოფა? ან იმას დაუბრუნდება იმ გამოტოვებული დღეების სიყვარული და ბუტიაობა და რაღაცეები? კარგია? აი კანონი. არასოდეს გადადოთ სიყვარული, არც ერთი წუთით. გიყვარს, თვალებით გიყვარდეს, სიტყვით გიყვარდეს, საქმით გიყვარდეს, კოცნით გიყვარდეს, ჩახუტებით გიყვარდეს, მიტევებით გიყვარდეს, დათმობით გიყვარდეს, ყველაფერი ეს საქმეებია სიყვარულისა. თუ არ დაუთმობ, მას არც გიყვარს. ვიმეორებ, თუ არ დაუთმობ ქმარს თუ ქმარი ცოლს, ერთ-ერთს მეტისმეტად არ უყვარს ცოლი. ესაც გამოსაცდელია. გამიგეთ? თუ გინდათ ერთმანეთი გამოსცადოთ, აი ნახეთ, როგორ უთმობთ ერთმანეთს. ხო? მე რო შენ დაგითმე, იმიტომ რომ მე კი მინდა ასე, მაგრამ რომ დაგპირდი რომ ბედნიერს გაგხდი, ხო? აი დაგითმე. ეს საქმეა სიყვარულისა, ხო? არ გადადოთ ეს. არ გადადოთ არც ერთი წუთით და არაფერის არც ეძებოთ რამე მიზეზი, რომ მოხდეს რაღაცა გაუგორობა, რომ აი ბუტიაობა და რაღაც ბუტიაობა ეს გაუზრდელი ადამიანის ქცევა არის. ადამიანი რომელიც გაუზრდელია, იბუტაებს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ქცევა თვითონ უგუნურია, ხო მართალია. არ გეპალაპარაკები, ტოტა ვიყურები სადღაცას, ვის არ ელაპარაკები, ცოლია, კაცო, ქმარია შენი. თუ ამას არ ელაპარაკები, მაშინ უნდა დაელაპარაკო. ხო? ბუტიაობა. ვინმეს გააქვთ ეგეთი რაღაცა, ჩემო ძვირფასება, ვინმეს გააქვთ ოჯახში კინკლაობა, სასწრაფოდ დაანებით ამას თავი. სასწრაფოდ თუ გინდათ რომ ცხოვრება ლამაზდებოდეს ყველაფრით, იმით რომ შევიდეთ კავშირში, იმით რომ რაღაც უფრო ლამაზდებოდეს ყველაფერი, ოჯახში იწყება ეს. გამიგიათ? ამრიგად ყველაფერი შეიძლება გადადოთ, ყველაფერი, მაგრამ თუ ქმარს უყვარს ცოლი და ცოლს თუ უყვარს ქმარი, ეს სიყვარული არც ერთი წამით თავშიაც კი არ უნდა გაივლოთ, არ უნდა გადადოთ. სიყვარულს საქმეები უყვარს, საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია. გინდა გიყვარდეს, გინდა ნუ გეყვარება, თუ რაღაცა ეს არ დაასწასო, ისე გეუბნებით, კოცნა იქნება, მოხვა იქნება, გაჭირვა იქნება, თავდადება იქნება, რაღაცა იქნება. ხო? ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული. გინდათ ბედნიერები იყოთ. სხვა არაფერში არ არის ბედნიერება გარდა სიყვარულისა. ქონებაში ბედნიერებას ვერ იპოვით. ხო? ვერც მოგზაურობაში იპოვით ბედნიერებას. ბედნიერება ორი ადამიანის ურთიერთობაში იბადება. ორი ადამიანის. და თუ იქ ეს გავხლიჩეთ, მაშინ ჩვენს მოქალაქე, ჩვენს ადამიანობას რაღაცები ჩამოაკლდება. ხო? ამრიგად, აი ჩემი
კანონი. მინდა რომ იბედნიეროთ თქვენ არ გადადოთ სიყვარული. არ გადადოთ. არც ერთი წუთით და არასოდეს. დაუთხრით ერთმანეთს.